გამარჯობა, მე ვარ მოსკა და დღეს გავაკეთებ თქვენთან ერთად ჰერბარიუმის ბარათებს. ჰერბარიუმი, რომ იცოდეთ რა არის, ცოცხალი ყვავილი უნდა ჩავდოთ წიგნში და დაუპრესოთ სიმძიმით და გამოვაშვათ ის ინარჩუნოს ბუნებრივ ფერს. დაგვჭირდება ასევე საახალწლო განწყობისთვის რაიმე ბრჭყვიალა, მე ოქროსფერი ფერი ავირჩიე, მაგრატელი, ბაწრის თოკი ან ნებისმიერი თოკი, რასაც იპოვით სახლში, წებო, სასკოლო, ფუნჯები და ფაილის შესანახი ოდნავ უფრო სქელი ასეთი პლასტიკატი. შემოვხაზოთ ფლომასტრით ან ფანქრით ნებისმიერი ფორმა, შეგიძლიათ გული, წრე, ოთხკუთხედი, არ აქვს მნიშვნელობა და გამოვჭრათ ტრაფარადეს მიხედვით. ორი იდენტური ნაწილი დაგვჭირდება. ვარჩევთ კომპოზიციისთვის ან ერთ ან რამდენიმე ყვავილს და სასურველ ადგილას ვათავსებთ. ადგილი აუცილებლად დაუტოვეთ სადღაც 1 სანტიმეტრი მაინც, რომ ვაკუუმის დროს ყვავილი არ დასიანდეს. იმისთვის, რომ გაჩერდეს, აუცილებლად წავუსვათ წებო. დავადოთ მეორე პლასტიკატის ზემოდან. გადავატაროთ სანთელზე და სიმხურვალისას გადნება და შევკრავთ და შევქმნით ასე ნელ-ნელა ვაკუუმს. ეხლა გავხვრიტოთ, რომ შემდეგ ბაწარი გავუყაროთ მარტივად და გავადნოთ სანთელზე და მოვუჭიროთ, რომ შეიქმნას ვაკუუმი. ეხლა უკვე ავიღოთ ჩვენი საღებავი. სასურველია ოდნავ წვრილი ფუნჯი ავარჩიოთ და ჩვენი შეკრული კანტი აი ესეთი გასმებით გვერდიდან შევუხებოთ მთლიანად. ეხლა იგივე ბარათით უკვე გამზადებულით გამოვჭრათ ქაღალდი. იგივე ფორმაზე იყოს. სასურველი შიდა ხაზში გავჭრათ, რომ ოდნავ ბარათზე პატარა იყოს. გავხვრიტოთ, მოვჭროთ ბაწრის თოკი. გავუყაროთ და შევკრათ. და შეგვიძლია მისაოცი ტექსტით თავისუფლად ვაჩუქოთ ჩვენს ახლობელ ადამიანს. და ასეთი წასაჩუქრა ბარათი გამოგევიდეთ.